გორგასლის ქუჩის 159 ნომერში მომხდარი ხანძრის გამოწვევი მიზეზების დასადგენად მუშაობა მიმდინარეობს. ცეცხლის 9-სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე გვიან ღამით გაჩნდა. მთლიანად განადგურდა ქურდაძეების ოჯახის საცხოვრებელი ბინა. დაზარალდნენ კორპუსში მცხოვრები მეზობლები. დაზარალებულებს პრეტენზიები აქვთ ქალაქის მერიასთან და სახანძრო სამაშველო სამსახურთან. ისინი მაშველებს დაგვიანებას ედავებიან. სახანძრო სამაშველო სამსახური კი პრეტენზიებს არ იზიარებს. მხარეთა პოზიციები ჩვენს რეპორტაჟში. ასეთი მდგომარეობაა ხანძრის მეორე დღეს ქურდაძეების საცხოვრებელში. გუშინ გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი მთლიანად დაიწვა. მეზობლის ბინა კი ნაწილობრივ. წყლის ჭამლის გამო ცხოვრება შეუძლებელია ბაგრატიონების ოჯახის საცხოვრებლად გადარჩენილ ნაწილშიც. ასევე დაზიანებულია კორპუსში მცხოვრებლების ბინებიც. დაზარალებულები მერიას სახლებიდან წყლის ამოტუმბვასთან არჩენების გატანას თხოვენ. მათ პრეტენზიები აქვთ სახანძრო სამაშველო სამსახურთანაც ირწმუნებიან, რომ მაშველებმა შემთხვევის ადგილზე დაიგვიანეს. დააგვიანა. ჯერ ერთი მანქანა მივიდა, რაღაცა კიბე არ ქონდათ, მე შემოვიდა. მეზობლებთან წყალი ჩადის, დაგუბებულია ყველაფერი გაოხრებულია და მეზობლები ჩივიან, იგენის დაზარალდნენ. აი, წყალი რო ასხეს და იგი ამას გაზიდვა უნდა, ვინ რა უნდა ქნას აქ? არავინ ყურადღებას არ გვაძლევს რა ღამდება უკვე და არავინ არ მოსულა რა. აი მას სამაშველო ბრიგადა რაღაცა მერიამ ხომ უნდა გამოიძახოს და მოგვაქციოს ყურადღება. ხანძრის შედეგად დაზარალებულების პრეტენზიებს არ იზიარებს სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი. ხუსეინ სირაბიძე ირწმუნება, რომ მაშველები შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 3 წუთში გავიდნენ. შეტყობინება შემოვიდა 00 საათსა და 56 წუთზე, იმავდროულად გავიდა 4 ავტოცისტერნა და 1 კიბე, მაგრამ მისლისთანავე დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულზე იყო ხანძარი და ხანძარი იყო რთული მდგომარეობის, ამიტომ დამატებით გამოძახებული იქნა 4 ერთეული ავტოცისტერნა. მოსახლეობა ითხოვს, რომ ეს წყალი ამოიტუმბოს, მე დაიხმაროს და თქვენ რამდენად ვალდებული ხართ ეს გააკეთოთ? თუ წყლის ის დონე დგას, რომ მოხდება მისი შესაბამისი ტექნიკის ამოტუმბვა, ჩვენ ვეხმარებით, მაგრამ დღეს ჩვენ გაშვებული ხავდა მანქანა მივიდნენ და თვითონ დარწმუნდნენ, რომ ეს მანქანა იქ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია განცხადების საფუძველზე დაზარალებულს ტექნიკით დავეხმაროთ. სხვა შემთხვევაში კორპუსში მცხოვრებლებმა ნარჩენები თავიანთი ძალებით უნდა გაიტანონ. აცხადებენ ქალაქის მერიაში. მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის სოფიო მიქელაძის თქმით, კომისია შეიკრიბება და ზარალს შეისწავლის. დაზარალებულმა უნდა მოგმართოს განცხადებით მერიას. აუცილებლად უნდა იქონიოს თან ცნობა ხანძრის შესახებ. შემდგომ უკვე ხდება კომისიური წესით განხილვა და მატერიალური დახმარების ოდენობას უკვე განსაზღვრავს კომისია. ვადები კონკრეტული არ არის, ვინაიდან თუ როდესაც შემოდოს უკვე ეს განცხადება, ოპერატიულად ხდება კომისიის შეკრება და რა თქმა უნდა შესაბამისად მატერიალური დახმარების გაწევა. გორგასლის 159 ნომერში 9-სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის დროს ბინაში 4 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 2 ბავშვი. ხანძრის დროს თავის გადარჩენის მიზნით 2 ქალბატონი ბავშვებთან ერთად მე-6 სართულის აივანზე გადახდა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები ამ დროისათვის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიან ხანძრის გამოწვევი მიზეზების დასადგენად მუშაობა მიმდინარეობს.